მორიგი სტრუქტურული ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში ინვესტიციებისა და ექსპორტის სააგენტო იქმნება. PPP სააგენტო კი უქმდება. სააგენტოდან აწარმოის საქართველოში ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულება საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოში გადადის, რომელსაც სახელი და ფორმატი ეცვლება. ახალ სააგენტოს ქვეყნის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის მხარდაჭერა დაევალება. მთავრობაში ამბობენ, რომ ცვლილებების შედეგად მეტი კონცენტრაცია იქნება ინვესტიციების მოზიდვის საკითხზე. რა სტრუქტურულ ცვლილებებს მოიცავს ეს გეგმა, რა შეცვლის ახალი სააგენტოს შექმნა და რა სჭირდებათ ინვესტორებს იმისთვის, რომ საქმიანობის ლოკაციად საქართველო აირჩიონ. ნუცა შუბაშვილმა მოისმინა შეფასებები და ახლა ჩვენს გაგვიზიარებს ნუცა გისმენთ. ნინო მოგესალმები. დიახ, ირაკლი ყობახიძემ ეკონომიკის სამინისტროში 9 წლის შემდეგ დამოუკიდებელ უწყებად ინვესტიციების სააგენტოს დაბრუნება ჯერ კიდევ 8 აპრილის მთავრობის ხდომაზე დაანონსა. მაშინ ყობახიძემ აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში. უკვე დღეს როგორც ირკვევა, ამ მიმართულების სტრუქტურული ცვლილებები დღეს მოქმედ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს და სააგენტო აწარმოე საქართველოში შეეხება. კერძოდ PPP სააგენტოს სახელი და მანდატი იცვლება, მას ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო ერქმევა. ინვესტიციების და ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულება კი ახალ უწყებაში სწორედ სააგენტოდან აწარმოე საქართველოში გადადის. შედეგად კი გაფართოებული ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს მთავარი მანდატი ინვესტიციებისა და საექსპორტო პოტენციალის მხარდაჭერა იქნება. სიახლეა ისიც, რომ უწყება პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ნაცვლად ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ იქნება. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოში აწარმოეს საქართველოდან 19 თანამშრომელი და დაახლოებით 17 მილიონი ლარის ბიუჯეტი გადავა. საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა ირაკლი ყობახიძის ბრძანება, რომლის მიხედვითაც საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს უფროსად სააგენტოს აწარმოეს საქართველოში ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი დაინიშნა. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელიც ის იქნება. როგორც მიხეილ ხიდურელმა გუშინ საპარლამენტო განხილვებზე განაცხადა, ცვლილებების შედეგად მეტი კონცენტრაცია იქნება ინვესტიციების მოზიდვის საკითხზე. როდესაც უკვე სააგენტოს ექნება ცალკე ფუნქცია, ანუ აღარ იქნება თქვა აწარმოესთან ერთად, სადაც ბევრად დიდი ბიუჯეტურად თემები ტრიალებდა, მეტი კონცენტრაცია იქნება ინვესტიციის მოზიდვის საკითხზე. თქვენ ნახეთ პრემიერ-მინისტრის და მინისტრის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით დაგეგმილია ძალიან ბევრად უფრო დიდი მასშტაბით ამ საკითხებზე მუშაობა. შესაბამისად, ჩვენ როგორც კი ეს კანონი შეიცვლება, მოხდება დაიწყება რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება გაძლიერება. ზოგიერთ დეპარტამენტში შემთხვევაში რაოდენობრივი, ზოგიერთ დეპარტამენტში ხარისხობრივი და შესაბამისად, თუ ჩვენ აქამდე თქვა შევძველით დღემდე, მაგალითად ჩვენ შეგვიძლია თქვა ციფრები დაახლოებით 6 მილიარდ ნახევრის ინვესტიციის მოზიდვა თუ ჩავთვლით ასევე იმ ახალ პროექტს, რომელიც მოგეხსენებათ. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე საზოგადოებასთან ერთად წარვადგენთ ახალ პრეზენტაციას, რა არის შემდეგი 3-4 წლის გეგმა და ავიღებთ ახალ, ესე ვთქვათ, მაჩვენებლებს და ყველანაირად შევეცდებით, რომ ახალ რეკორდებსაც მივაღწიოთ. როგორც აღინიშნა ეკონომიკის სამინისტროში ინვესტიციების მოზიდვაზე პასუხისმგებელი უწყება, ეროვნული საინვესტიციო სააგენტო 9 წლის წინაც არსებობდა, ვიდრე მას თავად ქართული ოცნება 2017 წლის ივნისში არ გააუქმებდა. რას შეცვლის ამ მიმართულებით ახალი სააგენტოს შექმნა და რამდენად ქმედით იქნება ის ამ კითხვაზე ჩვენთან საუბარში ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობული ამბობს, რომ ერთი უწყებიდან მეორეში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულების გადატანა რეალური შედეგის მომტანი ვერ იქნება. მისი თქმით, თუ კი ქართულ ოცნებას რეალური შედეგების მიღება სურს ინვესტორების მოზიდვის ნაწილში, მან საერთაშორისო პრაქტიკას უნდა მიმართოს, როგორც მაგალითად სინგაპურს აქვს, რომ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულება უშუალოდ საქართველოს საელჩოებში გაძლიერდეს. გიორგი ქობული ამბობს, რომ მსგავსი იდეა მისი მინისტრობის პერიოდშიც იყო, თუმცა საბოლოოდ ის აღარ განხორციელდა. თუ ჩვენ ვაპარაკობთ ინვესტიციებზე, ჩვენ ვაპარაკობთ საშუალო და მსხვილ ინვესტიციებზე. ესეთი ინვესტიციების მოზიდვაში აწარმოებს საქართველოს არც კომპეტენცია და არც მანდატი არ ქონია. ამიტომ ამ სახელის გადარქმევით არ მგონია, რომ ჩვენი შედეგს მივაღწიოთ, რაც გვინდა. ამ შედეგის მიღწევა ალბათ უფრო მე მიმაჩნია უფრო შესაძლებელი არის აი მეორე პროექტის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია განვითარების ბანკის შექმნა. სადაც სახელმწიფო თანადაფინანსებას გაუწევს ინვესტორებთან ერთად მსხვილ პროექტებს. საშუალო მსხვილ ინვესტიციებთან დაკავშირებით სამუშაოს გაძლიერებისთვის ფუნდამენტალურად უნდა მოხდეს საერთოდ ინვესტიციის მოზიდვის სისტემის გადახება. როდესაც მე მუშაობდი მთავრობაში, მაშინ ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომ მაგალითად აი ერთ-ერთი ინიციატივა იყო, რომ ყველა საელჩოში აგრეთვე დაგვეფუძნებინა ახალი პოზიცია საინვესტიციო ოფისის, როგორც ჰქონდა გაკეთებული მაგალითად სინგაპურს. სინგაპურში საინვესტიციების მოზიდვის სააგენტოში 600 ადამიანი მუშაობს. ნუ წარმოგიდგენიათ.
რამხელა ძალისხმევა. ესე იგი, რაღაც ანალოგიური შეიძლება გაკეთებული იყოს საქართველოშიც. ეკონომიკის სამინისტროში ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტით აჩქარებული წესით განიხილავს პარალელურად ამისა, როგორც ცნობილია, თავად სააგენტო აწარმოებს საქართველოში მნიშვნელოვან რეორგანიზაციას დაქვემდებარება და მის საფუძველზე საქართველოს განვითარების კორპორაცია უნდა დაფუძნდეს. კორპორაციაში გაერთიანდება ყოფილი საპარტნიორო ფონდი, დღეს მოქმედი საქართველოს განვითარების ფონდი, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის ინიციირება ჯერჯერობით არ მომხდარა. მადლობა ნოცა, რა გზით აპირებს მთავრობა ინვესტორების მოზიდვას ნოცა შუბაშვილის.